გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა კვლევა ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდებში. საინტერესოა, რომ ამ კვლევის შედეგების თანახმად კაცების მხოლოდ 53%-ისთვის არის მიუღებელი შვილის გაჩენაზე უარის თქმა და ქალების 64%-ისთვის არის იგივე მიუღებელი, ანუ შვილების გაჩენაზე უარი. ანუ უფრო მეტი ქალისთვის არის ეს მიუღებელი, ვიდრე კაცისთვის რეალურად, ანუ 21%-იანი სხვაობაა. მაშინ ძალიან გასაკვირია, რატო გვამუნათებენ კაცები საჯაროდ და ამდენ საბორძზე და რატო ლაპარაკობენ ამდენს, როდესაც კვლევები და ციფრებით ჩანს, რომ რეალურად შვილის გაჩენაზე, ანუ მას უფრო მეტი მიმღებლობა აქვთ შვილის გაჩენაზე უარის მიმართ, ზოგადად ცხოვრების განმავლობაში.